მოვედი მე მგონი. გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით. დამაცადეთ დავსკამდე. და ეხლა ამდენ ყვავილებს ვეღარ ავიტან. ნერვი არა მაქვს. გაბძანდი. აქაცა ჩანს, იქაცა ჩანს, სადღა გამოვაჩინო. ეს ფრჩხილის ლაქია უფერო და აქ დავდებ. გამარჯობა ხალხო, როგორ ახართ? არ ვიცი როგორ ავარ, არც მოპრანჭული ვარ, არც როგორ გითხრათ, სახლში ვაგდივარ მთელი დღეა, ხო, აი ეგრე უნდა, მაგრე უნდა დავიწყო და იცად ჩამოვიწიო მცივა. სახლში ვაგდივარ, რატო არის ლომი ახატია, ლომი. ამ ჭიქის ისტორია ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. ეხლა დავფიქრდი, მომინდა ეს ჭიქა და ეხლა დავფიქრდი, რომ ამ ჭიქას იმდენი წელი აქვს, რამდენი ხანიც მე იტალიაში ვარ, იმიტომ რომ მე მგონი არა მქონდა მუშაობა დაწყებული, როდესაც ეს ჭიქა ვიყიდე. მოდუნიოში იყო აუშანი. მაღაზია, სუპერმარკეტი, რა ქვია, მაგ სავაჭრო ცენტრი, ხო? ეხლა აღარ არის მგონი კარფურად გადაკეთდა და მაშინ იყო ისა, აუშანი და იქ ვიყიდე და მაშინ იმხელა ფული იყო 3 ევრო და რაღაც 50 მივეცი და იმიტომ ვიყიდე რომ ლომი ახატია და ისე მინდოდა ეთყობა მაშინ ეს ლომი და ნომი შეხოხარ აქ ის საფენს ძალიან მიყვარს დინომრო მაჩუკა ხო და საერთოდ ლომი ყველაფერი მიყვარს ხო და ისა ეთყობა მაშინ მჭირდებოდა ძალა არ ვიცი რატო ვიყიდე რამდენი წელი გავიდა რამდენი სამსახური გამოვიცვალე რამდენი რა 3 ეხლა აქ და ეს ჭიქა სულ თან დამაქვს არც გატყდა თვალი არ ავცეთ ხო და ეხლა მომინდა და ავიღე დამაცადეთ ყავა მოუყლუპო შალი მოვისხი იმიტომ რომ ჯერო ცოტა ფერი მომცემოდა, მაგრამ ეგ იქით იყოს რაღაცნაირად მაციებდა. ჩემი ქმარი ცუდად არის. და ვაკაკურო ცუდად არის გაცივდა. არ ვიცი გაცივდა, არ ვიცი ვირუსი აქვს, არ ვიცი რა ჯანდაბა დაეტაკა და იმიტომ მეშლება ნერვები, რომ 2 დღეში ოპერაცია აქვს და არაფრით არ შეიძლება რომ გაციებული იყოს, თორე გადაუტანენ. არ უნდა ახველებდეს, არ უნდა აცემინებდეს. ხველა არა აქვს. ხო და რა ბედია ხოლმე ხალხო ყველაფერი არაფრით არ მომდიოდა თავში რა დავალევინო რა მივცე ტაკიპირინი აქა და ეს სიცხის ჩაიები და ეგეთი ჩვენ არ ვიყენებთ არანაირად არ არსებობს ხო და ხან თაფლი და ლიმონი გავუკეთე ხან ჩემმა ძმამ დარეკა ხო და მე ვთხარი ვაიმე ისე მაქვს ნერვები მეთქი მე ვთხარი ეგრეა ხალო მითხრა არიციო ბრუფენი მიეციო ხალხო ყველას გეუბნებით იბუპროფენი ნებისმიერი ვირუსი რო დაგემართებათ ნუ გადაყრით ფულებს აგეი ჩაიები ისენი საქართველოში არ ვიცი ბრუფენს რა ქვია იბუპროფენი 400 აქ არის 400-იანი და არის 600-იანი 600-იანი ძლიერია კუჭსაც აზიანებს და კარგად აყუჩებს ყველანაირ ტკივილს 400-იანი არის გადასარევი აი 2-3 დღიანი მკურნალობისთვის 8 საათში ერთხელ დღეში 3-ჯერ. ხო და ჩემმა ძმამ მაშინვე მითხრა და არ მიეცი ბრო. უი რა საღობ, მეთქარი ეხლავე, მეთქარი წუჩ დავაწყებინებ მეთქი და მართლა მივეცი და მე ეძინა და თქვა რომ უკეთავდექიო და რა ვიცი ახლა რანაირად ბევრ სიმპტომებს უხსნის, ანუ ძვლების ტკივილი, აი ესეთი გაციების სიმპტომებს ხსნის და ისედაც ძალიან ადვილად და მალე გადააქვს ყველანაირი ვირუსი. ქადაგად დავეცი არა და მინდა რომ თქვენ ჩვენ ორჯერ კოვიდებზე მაგით გადავრჩით ხალხო, მაგით. ჩემი ძმის რეკომენდაციით რომ ხალხი არ იცოდა არაფერს ეს არ დალიოთ, ის არ დალიოთ, ანტიბიოტიკი არ შეიძლება, ის არ შეიძლება და ჩვენ ძალიან რთული ფორმით აქ გქონდა გახსოვთ ალბათ ვინც მიყურებთ ვაიმე ხან ისეთი ადამიანი გამომეხმაურებით და ისეც დამიწერთ რომ ნანა გაახსოვს რომ იქიდან გიყურებო პირველი პერიოდიდან რომ მიყურებთ დაიცადეთ ხო და ეხლა ვდივარ სახლში კი მითხრა კარტი ვითამაშეთ მე აღარ გავანებეთ ის არის სპორტია მოტო შეჯიბრები და ჩოგბურთი და რა ვიყურებს რაღაცებს რა და
მე დავანებე თავი და მეოთხე წავალ და ვიდეოს ჩავწერ ყავა უნდა დამელია და ბარემ თქვენთან დავლევ მეთქი მე უბნა გადი გარეთ წადი გაისეინე გარეთ დალი ყავა და ვაიმე მეოთხარი ეხლა აი იქით სუპერმარკეტში უნდა გადავიდე ყავის იმიტომ რომ ყველაფერი დაკეტილია ახლო და არა მაქვს მეთქი თან არც ჩაცმაც მეზარებოდა ხო და თქვენთან მოსასვლელად კიდე პობა და გადავისწორე და მოვედი არა განა იმიტომ რომ პატის არ აქცემთ როგორ გეკადრებათ ყველაზე მე ძალიან თქვენ აქცემთ პატის უყურებთ დანარჩენაში მინაღლება ხო და შოკოლადი მაქვს ინგამ ჩამომიტანა მომართვა ბარამბოს შოკოლადებია ხო და ყოველ დღე ერთ წელს მივირთმევ და ეხლა ყავასთან არ მინდა მოგეხსენებათ მაგრამ მე მივირთმევ აუცილებლად შავი შოკოლადია თხილი აქვს ხო და ეხლა სანამ დამავიწყდება და სანამ ჩემებურად გადავედები, გადმოვედები, ჯერ ხო ამ TikTok-მა გამომალაყა, გამომაშტერად კი არა კვადრატში და აღარ მინდა, იმიტომაც ძალიან გაგიჟდა ხალხი და გავგიჟდი მე. სანამდე დამავიწყდება, ეხლა ვნახე კომენტარები, სანამდე მოვიდოდი კომენტარებიდან ერთი ორი დღე ხო ვაკონტროლებ ხოლმე კომენტარებს, რომელიც არ არის ნაპასუხები, წავიკითხო და თუ რამეს პასუხი ჭირდება და ქალბატონო, გოგონა, არ ვიცი, ვინ ახართ, სად ახართ, სად გეძებოთ, სახელი არა წერია, ესი წერია, ესი, ინგლისური ესი, ლათინური რავი რანა, ესი, იფსილონ, ეფი რაღაცა, არც სახელი არ ვიცი, გადავედი თქვენ იმაზე არხზე, მაგრამ იქაც არ არის თქვენი სახელი, გამომეხმაურეთ გოგოებო, ორი კომენტარი ვნახე დაწერილი, გამომეხმაურეთო, ან შენო მე, ან ვინც ახართო გოგოებო იტალიაშიო, გამომეხმაურეთ დახმარება მჭირდებაო. მივწერე იქვე, რომ სად გიპოვოთ, როგორ გამოგეხმაუროთ, ვინ, სად, აბა სახელი არ ვიცით, არაფერი სად გიპოვოთქო, არ მიპასუხა. მეორეც ვნახე, ფული არ მინდაო, ფულს არ ვითხოვო, ისე მჭირდებაო და გამომეხმაურეთო. გავეხმაურე, მაგრამ აბა არა და ეხლა ვიდეოშიც ვამბობ, თუ ნახავს და არ ვიცი, ისა რა დახმარება ჭირდება, სად არის, აქ არის, ჩამოდის, არ ვიცი, ვინ არის, რა არის, ვერ გეტყვით რა და ეხლა აბა არანაირად ვერსად ვერ ვიპოვი. ამ YouTube-ის არხზე რო სახელი და გვარი ყოფილიყო, Facebook-ზე მოძებნიდა ადამიანი და არ არის. ასე რომ არ გეგონოს რომ ნახე და არ გეხმაურები და ან რაღაცა ვერა არ ვიცად ვისა როგორ მოგმართო. ხო და ეს ვუთხარი ამ ადამიანს რა ვიცი არ ვიცი. რაღაცა შემოვარდა და ნეტავიდარი და რა არის. ვერ დავინახე. სად იყო? არა, ეგ მე მგონი WhatsApp-ი იყო. ჩემი WhatsApp-ი არ ეკნება იმას არანაირად. ხო და დედა რა არის იმასავით ხარივით დავლიეს, ყავავებს გავიგე ისე გადამეყლაპა. ეხლა მოვედი ხალხებო. რამდენი რამე მაქვს ხოლმე საჭორაო და აი ეხლა აქ რო ასე ვშვები და ვიტენი ბოდიში თქვენთან ხვდები რომ თვალში მოგხვდებათ და რამე რო არ იფიქროთ და ან კიდე არ დაგაინტერესოთ რა არისო, ცოტა ამოწეულია პროთეზი და იმას ვეტენები რომ ჩავციო. ცუდად არ გამოჩნდეს აკა. ნუ არა უშო. ეგეც ახდება ხოლმე ხალხებო, არაფერი არ უჭირს. TikTok-ზე ერთი ის გამოვეხმაურე ერთ ადამიანს და მეოთხარი მე ნანა ვარ მეთქი და უიო გიყურებ გიცნობო. როგორ გამიხარდა? გამიხარდა. ხალხებო, ეხლა მე ბოლო ვიდეო რო დავდე, მაშინ გითხრა, აი მე ნეტა როგორმე დამალაგებინა ეს თმები რა იქნება, ფეიც არ უშავს, ცოტა თუ არის გამოუტყნული არც რა. დღეს მთელი დღე ხან გორაობრა კერა მძინავს. TikTok-ი, მთავარი ერთი გახსნა და საათები ისე გავა, ვერც გაიგებ. სადილი გავაკეთე დღეს ლაზანია გქონდა, მივართვი, მე ხორცი შევწვი, დიდათ არის სიამოვნა, აი ადამიანი რომ
გაციებულია და არაფერი ეგ სიამოვნა. არა, პასტა ეს სიამოვნა, მაგრამ ხორცი არ მიირთვათ იმდათ დამტო. ხო და ასე წუხელ კიდე ღუმელში გავაკეთე კარგად გემოზე შენელებული, შესუნელებული ქათმის ბარკლები და კარტოფილი და ხახვი და რავი ყველაფერი. ხო და ხო და იმის თქმა მინდა რომ ეხლა მე არაფრის გამკეთებელი არა ვარ. იმდენი რამეებია ნარჩენები რომ რაც გინდა ის მიირთვა. ჯერ ერთი. მეორე გორგონზოლა რა არის? ვაი მე როგორ გადმომივა. ერთი კომენტარი იყო რომ გორგონზოლა თქვი ეთყობა რომ ვიყიდეთ ხო და გორგონზოლა არის ობიანი ყველი, ანუ ყველს რო შიგნით ობები აქვს. ზოგი ბლუ მასაც ჩის ეძახის, მაგრამ არ არის ბლუ ჩიზი, ეგ არ არის, ეგ არის გორგონზოლა არის იმიანი, ობებიანი. ორნაირია, ერთი არის სუფთა გორგონზოლა, რომელიც უფრო მძაფრია და მეორე არის მასკარპონე და გორგონზოლა ფენა არის და იმას ტკბილს უძახიან, უფრო რბილი გემო აქვს იმას, რა თქმა უნდა, მასკარპონე არ ბილებს და ფენა ტორტივით არის და ერთი ფენა მასკარპონე, ერთი გორგონზოლა და იმას ვერ ავყიდულობ, ადრე კი იმას ვყიდულობდით ყოველთვის მასკარპონე და გორგონზოლა ერთად, მაგრამ ეხლა ვეღარ, იმიტომ რომ ლაქტოზას გარეშე არის მარტო ცარელა გორგონზოლა, მეტი ვერა და ბიჭისთვის რა. ხო, ეგ იპასუხეთ, ხო და წინა ვიდეო რო წავედი. წადი აქედან. თან პლასტმასის თეფშზე დგა უსირჩხვილოდ. ხო და სასაფლაოზე ვიყავით, წინა ვიდეოზე გავანებე თავი, სასაფლაოზე ვიყავით წინა კვირას. ძალიან დიდი ყვავილი ინოჩენტე უყიდა, ინოჩენტე ხა სულ ინოჩენტეს ნაყიდია, მაგრამ ინიციატივას როცა გამოიჩენს, მაშინ სწორედ არა, რანაირად არის. მინდა რომ ეს ჩემი ის გამოვაჩინო კარგად და თუ სწორედ არის თუ არა ვერ ვიგებ. ნუ როგორცა. ხო და რის თქმა მინდა დიდი ესეთი მარგარიტები არა, ამაზე ცოტა დიდი მარგარიტა ქვია, არა, ქრიზანთემები. ამაზე ცოტა მსხვილი ქრიზანთემები იყო, უფრო წითელში, შვინდისფერი, ბორდო და ძალიან დიდი ის იყო ქოთნით. და ის ვიყიდეთ დედაჩემთან დავდგით, იმიტომ რომ ესენი ახლა კარგა ხანი ძლებენ და ეხა ცოტა რო აცივდება, მერე უკვე დედაჩემის საფლავზე მიმაქვს ხოლმე ყოჩივარდები. აქ რო იყიდება დიდი მსხვილი ყოჩივარდები, ისინიც დიდი ხანი ძლებს და ისინი მიმაქვს ხოლმე რა, რომ სასაფლაოს ზაფხულში ვერა ცოცხალი ყვავილების აზრი არ აქვს, რომ მიიტან მეორე დღეს მოკვდებიან, იმიტომ რომ მზე აჭერს. ხო, ეგ ისე გადახვევა იყო. ეხლა ისე დავბრუნდები წინა ვიდეოზე რო ვთქვი მეთქი. წინა ვიდეოზე რო ვთქვი, რომ მომდევნო ვიდეოზე ბარიატრიაზე უნდა ვისაუბრო მეთქი, მაგიტომ მოვედი. იმიტომ რომ ხალხო აქტუალური თემაა. მე არ ვიცი ახლა მე ვინ მიყურებს, ვინმეს იკეთებს, გაიკეთა, უნდა გაკეთება, ახლობელმა გაიკეთა, რა ვიცი, ბევრს აქვს ეგ ამბავი, მაგის მეტი რადერს Facebook-ზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უყურე როგორ არის საქმე. ადრე იყო, რომ თუ არ გქონდა ინდექსი, ანუ ზღვარ ჭარბიწონა რა, ისეთი ინდექსი რო გჭირდება, არ გიკეთებდნენ. არანაირად. თუ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, არ გიკეთებდნენ. ეხლა, რადგან კერძო კლინიკებმა დაიწყეს საზღვარგარეთ, თურქეთში მიდიან, თბილისში კერძო კლინიკები აკეთებენ და ასე შემდეგ, გადაიხადე ფული და გაიკეთე და ამ დროს დაიწყეს 80 კილოზე და 85 კილოზე და 90 კილოზე ბარიატრიების, რავი, გინდა სლიბი დაუძახეთ, გინდა ბარიატრია, ვიცი რომ რამდენიმე სახეობისა, ანუ ისე რომ უბრალოდ რომ მოიხსენიო, ვთქვათ ბარიატრია. ალბათ უფრო მეტად მაგას იკეთებენ, რავი, არ ვიცი. ხო და დაიწყეს და იკეთებს ყველა. ვინც ცოტა ოდნავ ზედმეტი კილოები აქვს, სიტყვაზე 10 კილოა ზედმეტი, ჭარბიწონა აქვს, ვერ იკლებს და გავარდება მაშინვე და დაიწყავს ოპერაციას. მე პირადად
ყოველთვის ვამბობ, ყოველთვის რა, აი ბოლო წლებია ვამბობდი, რომ მე რო ვიყო ახლა ახალგაზრდა მეთქი, 30 წლისა, 25-ისა, 30-ისა, 40-მდე ვთქვათ, ხო? გავიკეთებდი მეთქი. მეც გავიკეთებდი მეთქი. მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდში მე რასაც ვუყურებ, რაც მესმის, ვისაც ვუყურებ, ვინც გაიკეთა, რა პრობლემები აქვთ, რა კონსეკვენცია როგორ არის? მოკლედ ამ შედეგის მისაღწევად რა გვერდითი მოვლენებიც გამოუჩნდათ, ხო? მაგას რო ვაანალიზებ, ძალიან კარგად დავფიქრდებოდი, სანამ გავიკეთებდი. 1-2 მაგრად ვიფიქრებდი რა. შეიძლება ეს ადამიანებიც კარგახანი ფიქრობენ, იტანჯებიან, ვინც იტანჯება, კიდევ ვიმეორებ, ვისაც აქვს 40-50 კილო დასაკლები. აუ. ა? ვიღაცას ეხლა დაერხე. Prima di venire qua io non ti ho domandato. დაგაპაუზებთ ხალხო და მოვალ. სანამ აქ მოვედი, ვკითხე რამე გჭირდება გინდა მეთქი. არა, პერიოდი. ეხლა გაუჭირდა, ეხლა რაცხა მოუნდა. ეხლავე მოვალ მე. დაგაპაუზებთ. Aspetta, devo mettere in pausa. Ime, innocente poi non do. ამოვა ეხლა და გაიტყიპება ვიღაცა არის. ვერა უხდები. მაინც ვერა უხდები აქ რა ხდება. მე ვარ ბრუდეთ, ტელეფონია ბრუდეთ თუ ყველანი. მოვედი, მივხედე და მოვედი. მოვაწყე ისა კომპიუტერთან დაბძანდა, არა მაქვს ნერვებიო რომ მთლიანი იმას უყურავო ტენისო და ბოლოს შევხედავო, კაი მეთქი. დაუბრუნდეთ ჩვენ ბარიატრიას, კარგად მახსოვს სადაც ვიყავით, ხო და ხალხო, როდესაც დასაკლებია 40-50 კილო, ხო? არის ეგეთი შემთხვევები, 30, 40, 50 კილო. კიდე შემიძლია რომ ადამიანმა ჯანმრთელობას ეხება და თქვა რომ დავწონო რა მიღირს და რა არ მიღირს რისკად, ხო? იმიტომ რომ ეს მე რო წავედი აი ვარხალალოზე მუხლის ოპერაცია რო არაფერი არ არის მეთქი არა და ვაი და იყო თმები ავიწიე დეროს მიშლი და არც ახლა მასვენებს მაგრამ მაინც ხო და მასე რო მიდიან ის ბარიატრია და მასე არ არის იმიტომ რომ ძალიან რთული რამეა რაზეც მიდიან და გადიან ფსიქოლოგთან წინასწარ როგორც ვიცი მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე წინასწარ არ უნდა იყო მზად ასე ისე კი ბატონო გავიგე მაგრამ ვერავინ ვერ ითავისებს და ვერავინ ვერ ითვალისწინებს და ვერავინ ვერ გათვლის იმას რასაც შეიძლება მოყვეს ყველაფერ ამას იმიტომ რომ მე რო ეხლა ვუყურებ ყოველ ეტაპზე ოპერაციის მერე რაღაცა გარკვეული ჯერ აღმოაჩენენ ამას, მერე აღმოაჩენენ ამას, მერე აღმოაჩენენ რომ ვაიმე ამას ვერ ჭამ, მერე აღმოაჩენენ ვაიმე ამას ვერა. ეს აი ისა, ეხლა ის გოგო რო არის. ეხლა ეგეც დამავიწყდება ვინც არის. ეხლა აღმოჩნდა ცუდად იყო ვერ იგებდა რა იყო სულ შებერილობა სულ ესა სულ ისა და აღმოჩნდა რომ დაემართა საერთოდ ტკბილის მიუღებლობა დაემართა ორგანიზმს აბსოლუტური ტკბილის ნებისმიერი რა ვერაფერს ვეღარ იღებს ვერ უნდა აი ხლა რომ დავფიქრდები ხოლმე რომ ხა ხო ვამბობდი რომ მე მინდა გავიკეთებდი თქო ხო აი 5 წლის წინაც ვამბობდი რომ გავიკეთებდი მაგრამ მე ყოველთვის მომხრუჭებდა აი ბოლო პერიოდში აქ იტალიაში თუ გეკუთვნის თუ ექიმი ჩათვლის რომ რაღაცა ზღვარზე ხარ ჯანმრთელობის პრობლემა უფასოდ უკეთებენ უფასოდ კეთდება ნუ ეხლა რა თქმა უნდა იქნება რაღაცა ხარჯები იქნება აქ სამხრეთში არც აკეთდება მე მგონი ჩრდილოეთში მიდიან მაგრამ უფასოა საქართველოში ფულს იღებენ ნუ რაღაცა ფულს იხდიან რაღაცა ნაწილს მგონი უფინანსებენ როცა გეკუთვნის ნუ არ ვიცი მაგაზე თანხაზე არა მაქვს საუბარი ეხლა საუბარი მაქვს ჯანმრთელობაზე ის რომ ამას იკეთებ იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს და ის უნდა მოხსნა და აი რაღაცნაირად ეჭვის ქვეშ ადგება ეგ ყველაფერი და რატო
ვეღარ იკვებები, ანუ ფიზიკურად არ ჩაგდის და თუ დაიწყებ ნორმალურ კვებას, გარდა იმისა, რომ გაწუხებს, გარდა იმისა, რომ ღებინება აქვს, მერე გარდა იმისა, რომ სიმძიმე და ვერ ინელებენ ვერაფერს და გარკვეული დოზა და მარტო წყალი და ბულიონი და ვიტამინებით იჭყიპებიან, აი ეგ ვიტამინები ხო სულ ანგრევს, სულ ყველაფერს ანგრევს და ისეთი თან უაზრობა იმ დონის ვიტამინის, რასაც საკვებით ვიღებთ, ტაბლეტებით ვერ მიიღებენ. დავანებებ თავს მაგასაც. ეს ვიტამინები ორგანიზმს აღარ აქვს. ნებისმიერი ნივთიერებები, მინერალები ხო აკლდება და საერთოდ ყველაფერი ფუჭდება და მე პირადად იცით რა მძრგუნავდა და უკანა მხელდა. მერე რომ უნდა გაიკეთო, იშვიათია რომ არ დაჭირდეს ზედმეტი კანის მოცილება. ან უნდა იყოს ახალგაზრდა და ამავდროულად უნდა ივარჯიშოს და ძალიან ბევრს უშველა ცურვამ, როგორც ვიცი და როგორც ამბობენ. სიარულმა, ცურვამ, ვარჯიშებმა უშველათ, მაგრამ ძალიან ბევრს 80%-ს შეიძლება არ გაიკეთონ და თქვა, არ მენაღულება და იყოს ეგ ზედმეტი კანიო, მაგრამ ზედმეტი კანი ფეხებზე, აი აქ ბარკლებზე, მუცელზე, გვერდებზე, მკლავებზე, ყველას აქვს, შანსი არ არის, აქვთ. აი ის გოგო რო არის იაკო, რომელმაც ინტერვალური შიმშილით დაიკლო, იმას არ გაუკეთებია ბარიატრია, ინტერვალური კვებით დაიკლო, არ ვიცი, ჯამში 80 კილო დაიკლო თუ რაღაცა, 70-80 კილო დაიკლო ჯამში და მიაღწია ყველაფრის პლასტიკა გაიკეთა. კლავებზეც გაიკეთა, მუცელი, გვერდები, ყველაფერი გაიკეთა. აქ ტატუა გაიკეთა, ტატუაში როგორ არის? ხო, ტატუები გაიკეთა, რომ ნაკერები დაფაროს. არ აწუხებს ეგ ნაკერები, რა თქმა უნდა, არც უნდა შეაწუხოს, ეხლა ეგ რა არც კომპლექსი არ უნდა გაუჩნდეს და არც არაფერი, უბრალოდ ცოტა დაფარა, მაგრამ არ ენახულება. მასე, როდესაც დაიკლებ ადამიანი ნორმალურად კვებით და არა რაღაცა ქირურგიული ჩარევით, ეგ ყველა ვარიანტში ძალიან კარგია, ძალიან მაგარია. ამ დროს ვამბობ ახლა მე იმ ბარიატრიაზე. გარდა მაგისა, რომ ჯერ თვითონ ოპერაციის დროს რისკი აქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჰემატომები და მოკლედ არ მინდა რა ბევრი მაგაზე ვისაუბრო, მაგრამ არის რისკი და საფრთხე. მერე მოდის მომდევნო იკლებენ იმ ხარ, რა თქმა უნდა იკლებთ, კატასტროფული სიჩქარით იკლებ, იქ უკვე ორგანიზმი აღარ არჩევს, რომ კუნთის მასა მიდიის, ცხიმი მიდიის, რა ადგილებიდან იღებს, როგორ იღებს, იმიტომ რომ ფაქტიურად მაგას ქვია შიმშილი, სრული, მარტო პატარა ყლოპებით წყალი, პატარა ყავის ჭიქით ბულიონი და მეტი არაფერი. პირველი თვეები, პირველი 3 თვე, არ ვიცი რამდენი ხანი, არ აქვს მნიშვნელობა. მერე მოდის სხვა პრობლემები, რაღაცეები ეზიზღებათ, რაღაცას ვეღარ იტანენ. ეგ ეზიზღებათ ვერ აგრძნობენ, მაგრამ ეს ორგანიზმს უკვე აღარ უნდა, იმიტომ რომ ეს ორგანიზმი ტვინმა იცის, რომ რაღაცა შევჭამო, ცუდად უნდა ვიყო და ამიტომ აღარ უნდა, ის შინია. და აღარ უნდა, აღარ აკითხოს. ეხლა სულ ტკბილს ვჭამდიო, რა თქმა უნდა, ტკბილს დიდი ადგილი არ უნდა, იგივე შოკოლადებს, იგივე ტკბილეულს ცოტა ადგილი უნდა, დიდად არ იმას გიშვება, ენერგიას გაძლევს და იღებენ ამ ტკბილებს, ტკბილის ხარჯზე დგანან ფეხზე. ეხლა რამდენი ტკბილი უნდა შეჭამო, ვერ აკრეფავ იქ 2000 და 4000 კალორიას, თუ მაინდა-მაინც იმაზე არ დაჯექი სნიკერსის ბატონებზე, ხო და? ეხლა ამ გოგოს გამოაჩნდა და მერე წერდნენ კომენტარებს, რომ ჩაყვები, მერე ყველა ხო იქ არის, ვინც გაიკეთა და ყველა ხო წერს, რომ მეც დამემართა, ნუ გეშინია, მერე გავა 1 წელი და ისევ ნორმაში ჩადგები, ისევ შეგეძლება, რომ ჭამო ტკბილი და აი იცით რას ვამბობ, ეს ვისაც მარტო სიგამხდრე, აი გამხდარი ფიგურის წეწეტა რო იყოს, იმიტომ უნდა, ვინც ჯანმრთელობას ეხება საქმე და პირსაწონად გიდევს ან ოპერაცია და ან ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, იქ ორი აზრი არ არის და მიდიხარ რისკზეც და ყველაფერზე მზად ახარ ჯანმრთელობის გამო. მაგრამ ის რომ მე აი თათია სულუაშვილმა რომ გაიკეთა, გავგიხდი რა თუნდოდა?
რა თუნდოდა? იმიტომ რომ 10 კილო აწუხებდა, 15 გაიკეთა. ფული აქვს და გაიკეთა. და ამნაირი არის რამდენიც გინდა, ცოტა ჭარბი წონა რო აქვს, სიტყვაზე 10-15 კილო ზედმეტი, ოპერაცია უნდა გაიკეთოს, უნდა გახდეს, უნდა წონაში ჩადგეს ფორმაში. ჯერ ერთი ის რომ თუ ფრთხილად არ იქნებიან, წლების მერე ისევ ბრუნდება. ისევ აკრეფავენ წონას და ისევ დაიწყებენ ჩემ მაღლა მეოთხე სართულის მეზობელმა უკვე დაიწყო მომატება. გავიდა ალბათ 2 წელი. და თუ ის არ მოკუმავს, ისე აკრეფავს, იმიტომ რომ კუჭს აქ თვისება, რომ ისევ დაიწყებს გაწევას. ხო და რის თქმა მინდა ეხლა მე, ხალხო. 21 საუკუნეში ვართ. მე, რომელსაც ყველა დიეტა მაქვს ნაცადი, ამ ჩემი 50 წლისა ხო ვარ, დაახლოებით 55-ისა ვარ, დაახლოებით 40 წლის მანძილზე 35 ვთქვათ, წლის მანძილზე ყველა დიეტა მაქვს გაკეთებული, რაც კი მოდაში შემოვიდოდა, რასაც კი გავიგებდით, რაც კი ცნობილი გახდებოდა. რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ყველა მიცით, რომ არანაირი დიეტა არ ფუნქციონირებს, არანაირი დიეტა არ არსებობს, არ შეიძლება უაზრობა, იმიტომ რომ რამდენად ბევრჯერ დავიკელი, 10 კილო, 12 კილო, 8 კილო, 16 კილო დამიკვლია. გავაჩერებდი, 1, 2, 3 დღე კარგად გაიბესკვები და 10 თუ წავიდა 15 უკან მოვა. ისინი ხომ მობრუნდებიან და სხვებიც მოყავთ. სხვა ზედმეტი კილოებიც. ხო და ეს ხუმრობა არ არის მართლა ესია. ეხლა უყურე და რის თქმა მინდა, ვისაც თუ ვინმე მიყურებთ და აი ბარიატრია გინდათ და 10, 15 და 20 კილო გაქვთ დასაკლები, ხალხო, არ არის საჭირო რომ ოპერაცია გაიკეთოთ. აი მე თვები მიდის ეს კლება, ერთ დღეში ხო არ ხდება, ეს ხო არ არის რომ შეგიყვანეთ, გაწერწეტეს, გამოძერწეს და გამოგიშვეს, არა. იმ ცუდ ხასიათის ხარჯზე, იმ წამების ხარჯზე, იმ ტკივილების ხარჯზე, საშინელი ტკივილები აქვთ მუცელში, საშინელი ბევრი რამე აქვთ რა. ხო და ეგ ყველაფერს მაგას ხო იტანენ, იმიტომ რომ მიდის კლება. და ეხლა ჩვენ პერიოდში ის რომ უკვე ამ საუკუნეში და განსაკუთრებით ეს ბოლო 1-5 წელია უკვე ყველამ რო გაიგო რომ დიეტოლოგი არ არსებობს, არ უნდა მიხვიდეთ არანაირ დიეტოლოგთან. ის რომ ყველამ უკვე უნდა ვიცოდეთ რომ არ არსებობს ეს ნუტრიციონისტები, დიეტოლოგები, ესეთები, იგეთები, ლოგები. ტელეფონი გვაქვს ყველას, კომპიუტერი აქვს ყველას, ინტერნეტი აქვს ყველას. თუ ვინმეს დაკლება უნდა და ამაში არ არის ასევე საჭირო რომ რაღაცა მარათონებში ჩაერთოთ, რაღაცა კურსები იყიდოთ, ამაში ფული გადაიხადოთ, ეგეც ძალიან დიდი უწიგნურობისა და დიდი დაგოიმება ახალხისა, იმიტომ რომ არ არის არავის საჭირო რომ ეგენი მოგაწოდოს ეგ ინფორმაცია. ნებისმიერ მარტო სიტყვა ჩაწერე წონა, ჩაწერე სიტყვა კალორიები, ან ჩაწერე სიტყვა წონის კლება, ან ნებისმიერი სიტყვა ჩაწერე Google-ში და მთელი ინფორმაცია სამოგიგდებს თუ კი რამე არსებობს მსოფლიოში. რის თქმა მინდა, გასული საუკუნე ხო არ არის, როცა მე დიეტებს ვაკეთებდი და ეს დიეტები დაწერილი გადადიოდა ხელით დაწერილი ზეპირსიტყვიერად, ვინ მოაკლებდა რამეს, ვინ ჩამატებდა. მე ვოლგოგრადში დავიწყე, მე ვოლგოგრადი დაიბომბაო ხალხო, ვოლგოგრადიდან ვინც მიყურებთ, ნანა, როგორ ახართ, მომწერეთ, რა ხდება თქვენთან მშვიდობა? წინააღმდეგი ვარ მე ომისა ყველა მხრიდან წინააღმდეგი ვარ. ხო და 7 დღიანი დიეტა. წავედი მაღაზიაში, ვიყიდე 1 კილო კარტოფილი, 1 კილო სტაფილო, 1 კილო ვაშლი, 1 კილო რავი ხაჭო, 1 კილო ხორცი, ეს ყველაფერი ვიყიდე, მოვიტანე 7 დღესა უნდა. რავი გავაკეთე 6 დღე თუ 5 დღე, 6 დღე და მივაგდე. იმიტომ რომ არ არის ნორმალური. მე დავიწყე ბრინჯის დალბობა, ეს იყო ყველაზე საშინელი, მე მგონი რაც კი გავაკეთე. ჭიქებით ვიღებდი და როგორღაც იყო რამდენი ცხაცა დღელბებოდა ეს ჭიქა, რამდენიმე ჭიქა მქონდა და იმას რომ იმასკენ მოხარშავდი იმას ნახევარი ჭიქა, თლილი ჭიქის ნახევარი, წყალს ასხავდი, რეცხავდი
და მე ეს ნახევარჭიქა ბრინჯი იხარშებოდა 3 ლიტრ წყალში, გადაწურავდი და გამოდიოდა ერთი პატარა მაცლაფა ბრინჯი, უმარილო, უყველაფრო, საშინელი სუნი ქონდა ის 3 დღე დამბალი ბრინჯი რა არის, აყროლდება. საშინელი სუნი ქონდა, რო ვერავჭამ, მთელი დღე მარტო ის უნდა გეჭამა. რო ვერავჭამდი და მწვანე ხახს ვაყოლებდი ხოლმე და ისიც შემძულდა, შემძარდა, მერე კიდევ კარგი დედაჩება არის, გაიგაღარ გააკეთო მომწერა თუ და რავი დამირეკა და მე მეურეკავდი, სად დამირეკავდა ტელეფონი სად იყო. ხო და ისა, პოსტიდან ავრეკავდი ხოლმე მე 2 დღეში ერთხელ. ხო და ჩემ თანამშრომელსო ბრინჯს აჭამდაო და შაქარი დაემართაო, მარტო ბრინჯს რა ვიცი ეგრე როგორღაც როგორ მოხარშვა. იმასაც რავი რატო დაემართა შაქარი დაემართაო. ხო და თუში იყო ის ქალი. ხო და დავანებე თავი. მერე იყო ეს წიწიბურა 10 დღე მარტო წიწიბურა, 9 დღე წიწიბურა და მე-10 დღეს მარტო მინერალური წყალი. ეს უგულავას დიეტას ხო ნუღარი ტყვი, ეს ჰოლანდიური ყველი ხო საძებარი იყო და ვისა ჰქონდა. კაი. მერე იყო დუკანის დიეტაზე, რაც მართალია დავიკელი, კარგად დავიკელი დუკანის დიეტაზე, კარგად ვიკლებდი, იქ ბალანსირებულად ვიკვებებოდი, თეზი, ქათამი, ხილი, ყოველ დღე, ანუ 4 საათზე, ერთი ბანანი, ერთი ვაშლი, ერთი პორტოხალი დავჭრიდი ხოლმე ერთად, შაქარი და რამე არა, და კაი დიდი თასი გამოდიოდა და იმას ვჭამდი. მოკლედ აღარ მახსოვს სხვა დიეტები მოგეხსენებათ, მილიონი იყო, მილიონი დიეტები და ეგ ყველაფერს ვაკეთებდი. და ვიკლებდი ისევ მოვიმატებდი. მერე ჩამოვიდა დედაჩემი ვოლგოგრადში და საჯანდაბაში რა ვიცი დედაჩემა რა დიდი რუსული იმანიცო და იპოვა სადღაცა გამოკრული რეკლამა, რომ ახტუნებდნენ რაღაცით. წავედით რიგში, ჩავდექით, როდისღაც მოგვიწია იმ რიგმა, ქალაქის გარეუბანში იყო კრასნა არმეისკი თუ კრასნა აკციაფსკი აღარ მახსოვს ჩრდილოეთისკენ. ხო და იქ იყო ვიღაცა ექიმი, რომელიც ყიდი და დაფასოებული პარკებით იყო შავი რაღაც. აი ჩვეულებრივი შავი მიწა იყო, ტყის მიწა, შავი, აი როგორც ხაჭო, ეგეთი რა, ხაჭო ის ნოტიო იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იყო მიწა. და ეგ უნდა გაგეხსნა ერთი სუფრის კოვზი, ერთი ჭიქა წყალით უნდა დაგელია ჭამამდე 15 წუთით ადრე და მაშინ 12 კილო მოვიკელი. ამ რავი რა იყო, არ ვიცი, მიწა იყო, რა იყო, მერე რაც მომრჩა, შემამდაშს მივეცი, იმან ერთი დღე კი შეჭამა და ძალიან ცუდად გახდა და გადააგდო. აი, აღარ მახსოვს რამდენი ფული მივეცით, დიდი ფული ვიცადე და ჩემმა მაშინ მაგ რამაში. იმიტომ რომ მაშინ ვიწონიდი 85 კილო თუ 87 ვიყავი, დედაჩემა რო დაგინახეო, ვაიმე რა ხელა ხარო და არიქ არამენაირად უნდა ისავქნო, ერთი თვე ჩამოვიდა ვოლგოგრადში და ცალკე მაჭმევდა, ანუ ცალკე სალათი, მოხარშული კვერცხი, მოხარშული ხორცი, რავი რაღაცებს მოკლედ რა. თავიანთთან არ მაჭმევდი, ჩემი ძმაც იყო, დედაჩემი, ჩემი და ქალი და იმისი ძმა და მე ცალკე ვიკვებებოდი. რო რამე ისეთი არ მიმერთვა, იქ რაც იყო და არ მეჭმეოდა. და იმ რაღაცა შავ მიწასა ვსვავდი და 12 კილო მოვიკელი. როგორც დავანებე თავით 15 მოვიმატე. ეხლა იმის თქმა მინდა რომ აი კიდე ვერაფრით ვერ მოვიგონებ, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული. ვერ გავიხსენებ. ყველაფერი მაქვს გაკეთებული, მე მგონი ახლა ამდენი წლების განმავლობაში წარმოიდგინე. ხო და ეხლა ხო ეგ პერიოდი არ აქვს. ეხლა ხო ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველა მიცის ძალიან სწრაფი შედეგი არც გინდათ და არც იქნება ორი ყველაზე მაგარი რამე არის რა. ორი კალორიის დეფიციტი და ეს ინტერვალური კვება. ინტერვალური კვება იგივე კალორიის დეფიციტთან მივყავართ. იგივეა, იმიტომ რომ იმ რაღაც 6 საათში ორჯერ უნდა მიიღო კვება და ვერანაირად ვერ გადახვალ კალორიის დეფიციტს, ვერ გადააჭარბებ და ისევ მაგასთან მივდივართ რა. ნებისმიერი რამე შეგიძლიათ მიირთვათ. ეხლა ხო ყველამ ვიცით, რომ შეიძლება ძალიან გრამატნა, როგორ ვთქვა ქართულად.
ცოდნით და როგორ ვთქვა, აზრიანად დავიკლოთ წონაში. ეხლა მე ნუ მიყურებთ, მე არ მითხრათ, რომ აი მაგდენი თუ იცი შენ რატო არ იკლებო. მე რაც დავიკელი ამ ერთ წელში, იმას ვინ არ ჩუნებ და ვეღარ ვიკლებ, იმიტომ რომ ბევრი რამე ფაქტორია, რომ ვერ ვიკლებ. ხან იმდენი წამლები მაქვს მე დღეში მისაღები, რომ ზედმეტი გამომდის რამის მირთმევა ხოლმე და მაგრამ მე აუცილებლად აი ეხლა ეს ინოჩენტეს ეს თვალი ჩათავდება, ეს ახალი წელი შობა ახალი წელი ჩაივლის. მე არასოდეს შობა ახალ წელზე არ ვიმატებ წონაში, არასოდეს, იმიტომ რომ არასოდეს არ თქლებავ მაგ დროს ბევრს. ხალხი ყველა იმატებს წონაში, აქ მithumet. მე არ ვიმატებ წონაში. მაგის ის არ, უბრალოდ ჩაივლის ეგ ეიფორიაც და მე აუცილებლად უნდა დავიკლო 8 კილო მაინც, აუცილებლად მაგ დასაკლები გაზაფხულამდე, აპრილამდე, მაისამდე. ნელა, ამას აუცილებლად გავაკეთებ და არც ერთი წუთი არ ვიშიმშილებ. რაც მთავარია, პირველი შეცდომა. ვისაც წონაში დაკლება გინდათ, არასოდეს არ იყოთ ხშირი. ხო, აი ის კომუნისტების დროინდელი კიდე მაგიდიდან უნდა ადგე ისე რომ ხშიროდეს. მაგიდიდან უნდა ადგე კარგი გამომძღარი, გამობესკვილი. ეგ იცოდეთ. გააჩნია რით. აქ არის მთავარი ფუნდამენტალური კითხვა, გააჩნია რით. რა თქმა უნდა, არა ცომით, არა ტკბილით, არა ტორტებით და არა პურით და ხაჭაპურით. არა. მაგრამ აუცილებლად უნდა აი რაც შეიძლება ბევრი დიდი თებში აიღეთ და ბევრი დადეთ დაბალკალორიული საკვები. ბევრი, იმიტომ რომ აი საღამოთი მაგალითად ინოჩენტე არა, მე საღამოთი ბევრს ვერ შევჭამ. ხმას აღარ ავცებ, იმიტომ რომ ამას ასე ჯერა. მე დავჯდები, კარგად მივირთ. ნუ ეხა პასტას არ ავჭამ და პურს მარტო დილით ავჭამ, მე რძესთან და კარაქიან პურს დილით მივირთ და მე მთელი დღე პურს იშვიათობა არ ავჭამ. მაგრამ საღამოთი რაც არის თუ ხორცია, თუ კარტოფილია, რაც კიდე იყოს, მივირთ კიტრი, ყველი, პამიდორი, რაც კიდე, ცოტა ისეთი დაბალკალორიულის ვიპოვი. ყველაფერს ვჭამ. ნუ ყველი არ არის დაბალკალორიული, გააჩნია. ხო და კარგად მივირთმევ. აი ისი არა რომ ცოტა წავიკიკნო, იმიტომ რომ საღამო, არა. კარგად შევჭამ და რატომ? მერე დაწყნარებული ვარ მე და არაფერს აღარ თხოს ორგანიზმი. არა, ჩემი ტვინი წყნარად მშვიდად არის, რომ მე კარგად მივირთვი და არაფერს აღარ აფთხოს. აი არ დავეძებ, არ ვეცაცუნები, რომ რა შევჭამ. ინოჩენტე იწყებს. ნანა, რა შეიძლება აბა ცოტა წვენი რომ დამისხა? წვენი. უკვე რამდენი შაქარი და კალორიაა? წვენი. ნანა, აბა რა შეიძლება პატარა ყველის ნაჭერი რომ მომცე? ყველი, რამდენი კალორიაა? 9. მერე ვითომ ცოტა საჭამს. რამე აბა ხილიდან რა ერთი კარალიოკი რამდენია? მოგეხსენებათ და ამას გონია რომ თავი შეიკავა და ვახშამზე ცოტა ჭამა, ანუ არ გამოძღამ, შიერი დარჩა, ხო? ამას გონია რომ არ უნდა მოვიმატო. ამ დროს იბატებს და ვერ იგებს რატო? ხო არ ავჭამე. ვეუბნები ჭამე. კარგად მივირთვი, ჩვეულებრივ, კარგად რომ გეყოს. არც იქით აუცილებლად უნდა გაიგო როდის გეყო. და რო გეყო, იმის იქით, აი იმიტომ რომ ბარემეს მივამთავრო, აღარა ჭამოთ. ეს არის ყველაზე მაგარი რამე. ყველაზე მაგარი. ეხლა ის რომ უნდა დადგე და პასტა და ფურცლით კალორიები ითვალო, ეგეც სისულელია, დაახლოებით უკვე ყველა ვიცის ეგ ვინც იმაშვება. პლუს მინუს რამდენია და ახლა 10-12 კალორია მეტი მოგივა, ნაკლები მოგივა, 40 კალორია არაფერი არ მოხდება დამიჯერეთ. არაფერი. ეგ კალორიის დეფიციტი ცოტა სადაო საქმეა, იმიტომ რომ ზოგს სჭირდება 1400 კალორია, ზოგს სჭირდება 1800 კალორია. ეგ იმებს მაგისი მეცნიერები რო გამოდიან, მეცნიერები ბჭყალებში, ვინც წონა დააგდო, ხო ყველა ეხლა ის არის ნუტრიციონისტი და დიეტოლოგი, ხო გახდა? არა.
ყველაზე დიდი სისულელი ის არის, რომ მე ამდენს ჭამ და შენც ამდენი კალორია უნდა ჭამო. არა, ყველა სხვადასხვა აქტივობა აქვს, ყველა სხვადასხვანაირი და ყველასა ჭირდება სხვადასხვანაირი სხვა დოზა, ზომა, როგორ ვთქვა, რაოდენობა კალორიებისა. ის რომ ადამიანი ჭამს 1400 ზოგისთვის, ხო, ძალიან ბევრია და იმას უნდა 1300, 1200. ვიღაცათვის 1800-ია ნორმალური, 1700, 1600. მაგას ვერ გაიგებ ვერანაირად. უბრალოდ შენ თავს უნდა ის დაუწესო, რომ საშუალოდ იმას მიყვე 1200-დან 1400, 1600-მდე არაფერი არ მოხდება. კიდევ მეორე უნდა დააკვირდე, იკლებ თუ არა. თუ იკლებ, ეგ მეორე ფაქტორიც არის კალორიების დეფიციტში, რომ ორგანიზმი ეჩვევა მაგ დოზას და ისევ ჩერდება, აჩერებს წონას. ძალიან ნელა კლება, უნდა გქონდეთ მაგისი მოთმინება, მაგრამ აუცილებლად არ იკლება. აუცილებლად. ხო და მე წევენ ქვემოთ კალორიას, აი უკვე 1000 უნდა ვჭამო, იმიტომ რომ 1400 აღარ ვიკლებ და აი 1200, 1000, ზოგი ჩამოდის 800 კალორიაზე, არაფრით არ შეიძლება, არაფრით. როცა ჩერდება წონა 2 დღე მიირთვით ცოტა მეტი ისა და მე ისევ დაიწყეთ თავიდან. ან კიდევ 2 დღე მარტო ცილა, 2 დღე მარტო ცილა. და მე ისევ ჩვეულებრივ გააგრძელეთ და ისევ წავაკლება. ასე რომ მე იმას ვამბობ, რომ ბარიატრიას აღარ მივესალმები. მე ვიცი, რომ კლება ადვილი არ არის, მე ვიცი, წონაში დაკლება ადვილი არ არის, მე ვიცი, რომ შენარჩუნება კიდევ უფრო ძნელია ვიდრე კლება. მე ვიცი, რომ სასწაულები არ არსებობს. და ძალიან რთულია, ჩემზე კარგად ვინიცის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დროში არავინ არ დაიწყოს იმის ლაპარაკი, რომ აბა სადამ აქვს მე მაგისი საშუალება და აი ყოველდღე ავოკადო, არავის არ გჭირდება ავოკადოს ჭამა ყოველდღე. მთელი საუკუნეები ვიყავით და ავოკადოს გარეშე და ძალიან კარგად ვიყავით. ვინც ახლა იქ ქვეყნებში, სადაც ავოკადოს, მანგოს და პაპაიას მიირთმევენ, იმათ რაღაცა არ აქვთ, რასაც ჩვენ ავჭამთ და იმას არ აჭამენ, ხო? ეგ გეოგრაფიული ვისად როგორ არის და გენეტიკურად რა გვინდა, ეგ კიდე მოდას დავანებოთ თავი რა. ხო და იმის თქვა მინდა, რაცა გაქვთ, ის მიირთვით, რაც გინდათ, ხო, კარტოფილი, არაფერს არ შეიძლება დიეტის დროს, ყველაფერი შეიძლება. არ შეიძლება შაქარია ყველაზე ცუდი, შაქარს თუ ამოიღებთ, ყველაფერი თავის ადგილს დადგება. ოღონდ ისე კი არა, რომ აი ყავაში არ ვიყრი შაქარს და იმებს ბულკიკადები რო რა ქვია, მაღაზიაში რო ყიდულობენ რაღაცეები, არც ვიცი რეები არის, რბილი ფუმფულა რაღაცა ნამჩხრები, საშინელებები რო არის, მაგას რომ მიირთმევენ, ეგ ხო საერთოდ არ შეიძლება. შაქარი არის ყველაფერში, ნებისმიერი კონსერვი, ნებისმიერი რაც კი არის, რაც გაყიდვაში, კომერციაში არის, ყველაფერშია შაქარი, იოგურტი, თეთრი უშაქრო იოგურტი, სავსეა შაქრით. ყველაფერშია. ამიტომ ზედმეტი კიდევ ჩვენ ვამატებთ დამცხრები ესენი ისინი, რა თქმა უნდა კიდევ უარესია. ასე რომ ეხლა როდესაც ძალიან კარგად შეიძლება შაქრის შემცვლელიც არსებობს, ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ, გამოვაცოთ გუშინ წინებში, თუ წინაკვირას როდის იყო ძალიან მომიდა ტკბილი. არის რომ ტკბილი გინდა, ხო? აი ტკბილი გინდა გიჟივით. რა ვქნა, არ მინდა შაქრის მიღება არანაირი. გავთქვიფე ბატონო, კეფირი, ერთი აი ასეთი ჭიქა კეფირი, ერთი კვერცხი, ერთი კოზი ზეთი ჩავასხი, დამატკბობელი გავუკეთე, ტევია და ისა. ქვილი არ მინდოდა, ქვილიც არ მინდოდა, მაგ როხი ქვილი, მაგრამ არ მინდოდა და გავუკეთე კრახმალი, სახამებელი, 2 კოვსი გონი, რავი ბუთქე ეგრევე. ხო და გავაკეთე თხელი ბლინები.
მერე ამ ბლინებს ინოჩენტეს რო ვივართვი, მალინის მურაბა წავოსვი. მაქვს. ხო და საქართველოსთან გამოგზავნი. ხო და ესა ინოჩენტეს მასე მივართვი და მე ჩვეულებრივ ჭამე ტკბილი იყო, კარგი იყო, ერთ წელს წავუსვი უშაქრო შოკოლადი ნუტელასავით რაღაცაა, შოკოლადის პასტავით, ობუშაქრო ისიც. ცოტა წავუსვი, არ მიყვარს მე ეგენი. ხო და გამიარა საერთოდ ტკბილი აღარ მინდა. და იმის თქმა მინდა, რომ ეხანდელ დროში ძალიან ბევრი საშუალება არის, მით უმეტეს ახლა ახალგაზრდა ადამიანებს, ხო? და ძალიან კარგად შეგიძლიათ, რომ დაიკლოთ წონაში ყველანაირი ოპერაციის გარეშე, იმიტომ რომ გადახედეთ ხალხო, ერთმანეთს კი ამხნევებენ, ნუ გეშინია, გაიკეთე, მაგარია, დაიკლებ, რა თქმა უნდა, მაგარია, რა თქმა უნდა, დაიკლებ, რა თქმა უნდა, ყველას უხდება სიგამხდრე და ძალიან ლამაზდებიან და მანამდეც ლამაზები იყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, წეწეტა და მაგრამ იმდენად ბევრი პრობლემებია, რომ აი ღირს, ეგ არის გადასაწონე რა, საპირწონე. თუ ღირს ეგ ამბავი მაგათ. რა ვიცი, მე ეხლა ვფიქრობ, რომ არა, მე რო ეხლა ვიყო ახალგაზრდა ეს ეხლა ამ პერიოდში და ამდენი შესაძლებლობა არის გარშემო, მე ვფიქრობ, ცხოვრების სტილი უნდა შეიცვალოს და მორჩა. თუ ისწავლი და ფაქტიურად იმ ოპერაციის მერეც ხო საერთოდ გეცვლება ცხოვრება, ხო? აუცილებლად სუნთლად იცვლება შენი ცხოვრება. მთლიანად. და რო არ დაავადდე და ამდენი პრობლემები არ გაიჩინო, ისე შეიცვალე ის ცხოვრების წესი. მირთვი რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ნუ შეჭამა ამ ნაყიდ რაღაცებს, ჰამბურგერებს, ამეებს, იმეებს, რა ვიცი. ამბურგერით შეგიძლია ჭამო, მაგრამ იმდენად ბევრი კალორიაა, რომ მე მაგალითად არაფრად არ მიმაჩნია. სახლში გავაკეთო და ის კატლეტი ჩავდო პურში, დავადებ ყველაფერს, რაც უნდა, იმას, რა თქმა უნდა, იქ გეგემრიელება ნაყიდი ამბურგერები, იმიტომ რომ იქ არის ყველანაირი გემოს გამაძლიერებლებია ყველაფერში, თუნდაც პურში, თუნდაც რატო გეგემრიელება, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ბევრი არომატიზანტე და ძალიან ბევრი გემოს გამაძლიერებლები და 1000 რამეა და დამალული შაქარი და ყველაფერია. ამიტომ სახლში გავაკეთოთ მირთვი ბატონო, იმის მაგერად რომ 500 კალორია ერთი პატარა ამბურგერში არ გადაყლაპო, კარგად ისადილებ გემრიელად 500 კალორიაზე, ხო? ხანდახან ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი. ნომერ პირველი წესი, წონის კლების დროს არანაირი აკრძალვა და მორჩა. ოღონდ ყველაფერში დოზა და ნორმა. ის კი არა, ეხლა ძალიან ბევრი არის ისეთიც, რომ არ ამბობენ, აი ისევე როგორც არიან ისეთები, ვინც გაიკეთა ბარიატრია, არ ამბობენ. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ეხლა ამ აზემპიკებს ირჭობენ, ნემსი. მაგაზე მეც ვფიქრობ, ექიმს უნდა შევეკითხო, ჩემით რა თქმა უნდა არ გავიკეთებ, მაგრამ მაგ აზემპიკზე მეც ვფიქრობ, იმიტომ რომ ეგ ძირითადად დიაბეტიანებზე არის დაშვებული და თუ კი რამეში წამადგება, შევეკითხები ექიმს რა სიტყვის, ჯერ ვერ მივედი იქამდე. ხო და არის რომ რაღაცებს იკეთებენ და მაგით იკლებენ წონაში და არ ამბობენ და მოკლედ ბევრნაირი თაღლითობა არსებობს, ხო იცით თქვენ? ხო. ხო და ეგ. მთლიანი თხილი აქვს. ახლა იტალიაში შოკოლადის მეტი რა არის?
დამაცადეთ თხილს საუკუნე და შოკოლადის მეტი რა არის? იტყვით თქვენ. ივროშე და ესენი და ისინი და რავი 1000 რამე შოკოლადები ან ოვი, პროვი, მე ჩემთვის მაინც პირველ ადგილზე ის არის ლინტია. ხო და მაგრამ გეფიცებით, აი ყველა საფიცარი ვინც ამაკროს სხვანაირი გემოაქვს ქართულ შოკოლადს. აბსოლუტურად სხვანაირი გემოაქვს. რავი. ხო, რა უნდა მეთქო, წავედი ახლა რამდენი ხანი უკაქანი. კიდე რაღაცაზე უნდა მესაუბრა. უი, 50 წუთიო, რა ზამო, წადი ნანა, წადი, წაეხირე. რომელი საათია? ხო, წამალი მაგდასალევი და რა გამახსენდა. ვინც ახართ ჩემნაირები? ვინც ვებრძვით ამ ძვირფას ჩვენ მეგობარ დაავადებას. კიბოიანები მოკლედ. ისა, ხალხო, თუ ვინმე უყურებს ამ დრომდე ამ ვიდეოს და ჩემნაირი ვინმეა. ჰორმონს ხო სვავ, ჰორმონია თუ რა ტაბლეტ საღამოთი და ყოველთვის, ეს 2 წელია უკვე და საღამოთი ვსვავ, თავიდან რა დღეები გამომატარა და რამდენი თვე 1 წლამდე საშინელებები გამოვიარე, აი ძალიან ვერაფრით მეუბნებოდით, რომ რამდენიმე თვეში მიეჩვევა ორგანიზმი და აღარ იქნება მასე, მაგრამ არა და 8 თვე სუფთა და ცოტა მეტი კიდე ვერანაირად ვერ ეჩვეოდა და ძალიან ცუდად ვიყავი, როგორც კი გადავყლაპავ. როგორც კი გადავყლაპავდი, აი ისეთ ცუდად ვიყავი, რომ რა გითხრით, ხო და ეხლა 1 კვირა არის წინა კვირიდან მოყოლებული რამდენიმე დღეა საღამოთი რომ დავლევ ამ წამალს, ისე მემართება, აი ამერევა ხასიათი შიგნიდან მატრიალებენ მთლიანად, ღებინების შეგრძნება მაქვს, ცუდ ხასიათზე ვდგები, არავის დანახვა არ მინდა, უნდა გავერიდო, წავიდე, უნდა დავწვე. აი ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები და ესა ხდება რამდენიმე დღეა რა და ამბობ რატო, ინოჩენტეს შეუბნები, კი მაგრამ ეხლა რატო მობრუნდა ეს შეგრძნებები მეთქი, რაც თავიდან მქონდა ისევ გუშინ დამარტყა თავში, რომ 9 საათით ადრე დავიწყე დალევა. 9 საათი 40 წუთით ადრე, იქ რომ გავივლი ხოლმე სადაც წამალიდებს, ბარემ აქეთა ვარ და მოდი გადავყლაპავ წამალს ცოტა ადრე. 7 საათზე ვსვავ საღამოთი და დაახლოებით 6:30-ზე 7-20 წუთზე ვსვავდი ეს დღეები. და გუშინ საღამოთი ვთქვი, რომ უცებ დამარტყა თავში, ყველაფერს ხო უნდა დააკვირდე და დავაკვირდი და მოდი მეთქი, აბა ზუსტად 7-ზე დავლევ. დავლიე ზუსტად 7 საათზე გუშინ და არაფერი არ დამემართა. ეხლა მე არა ვარ ის ადამიანი, საკმაოდ რაციონალური აზროვნება მაქვს და არა ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცა შეგრძნებებს საუყვე და რაღაც შიშები მქონდეს და რაღაც ეგეთი რამე არა მაქვს. ფაქტია, რომ გუშინ კარგად გადავიტანე, არაფერი არ დამემართა, არაფერი არ მქონდა. ეხლა დღესაც ისევ, ეხლა გადაცდა 10 წუთი, მაგრამ ეხლა დავლევ. ისევ დღეს 7:30-ზე არა ვთქვი, არ დავლევ, 7-ზე დავლევ თქო და ეტყობა მე ვფიქრობ, რომ ის რომ ცოტა ადრე ის ორგანიზმი იმ დროს არის დალაგებული ალბათ და იმ დროს არის მიჩვეული, რომ ჰორმონი იმ დროს უნდა გადაეწყოს, არ ვიცი. ეს ხო ყველაფერს ხო აი თავდაყირა აყენებს ეს ჰორმონი და მოკლედ და კონკრეტულად ერთი და იგივე დროს უნდა მივიღო ეტყობა. და თუ ვინმე ხართ მეთქი და ეს გამოცდილება გააქვთ, დამიწერეთ, რავი, თუ არ დაგეზარებათ და თუ არა და როგორც გინდათ. წავედი ხლა მე და გემშვიდობებით, გისურვებთ ყველას, რომ ცხოვრების წესი გაიუმჯობესოთ, აუცილებლად უნდა ისადილოთ, აუცილებლად უნდა ისაუზმოთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ, როცა გშიათ და არ უნდა მიირთვათ, როგორც კი დანაყრდით, იმიტომ აი ადრე მე მაგალითად თუ ბარემ აი ესეც, ეს რაღაც დასაგჭენია და მაგით არა, ეხლა მაგას არა. 2 ლუკმა რომ დამჩეს 2 კოზი და უკვე მეყო, აღარ მინდა, აღარ ჩავყლაპავ. წინა კვირას მქონდა კილოზე მეტი, ზედმეტი, ესევე დავამუხრუჭე, 2 დღეში დავაგდე. მაშინვე იმ წუთში 1 თუ გავუშვი მე ეხლა, ხო? სულ დავკარგავ იმას, რაც დავიკენი და აი 1 გრამს არ უშვებ, რომ მოვიმატო. აბა. ვიჭერ. აი სუკვილებით ვიჭერ.
ხო და მოკლედ რომ თქვენც ამას გისურვებთ რა ჩედ აიღეთ დიდი თებში დაილაგეთ ზედ საჭმელი ტვინმაც რომ დაინახოს თვალმაც კუჭმაც ძირითადად როდესაც დასაკლები მაქვს ხოლმე 1-2 კილო ვიკლებ კომბოსტოზე ან მოთუშული კომბოსტო ხან ხორცს ჩავაყრი ხან ბრინცაც გავუკეთებ აი ადურჯღლული ტოლმაროა ხო იცით არა და ბორში გინდა ხორციანი გინდა მე არ მიყვარს ხორციანი ბორში ყოველ შემთხვევაში გინდა ხორცით გავაკეთო ბულიონს აუცილებლად გადავაქცევ ხორცის ნახარშებს არ ავჭამ არანაირს და ისე წყალზე ვაკეთებ და ისა რა ქვია მაგ ბორშით აი დიდი იმით მათლაფით კარგად მივირთმევ დღეში ორჯერ რამდენჯერაც მინდა შემიძლია მომში და ღამე 12-ზე შევჭამ აი დუკანის დიეტა მაგიტო არის კარგი რომ შუაღამეს ეს შემიძლია 12 საათზე შემეძლო ერთი ქათამი მეჭამა და არაფერი პირიქით დილით 1 კილო ნაკლები ხარ მაგრამ ეგ დუკანის დიეტაც ძალიან ყურადღების მიქცევა უნდა იმიტომ რომ მანდაც ფაქტიურად ხილს არ იღებ ეხლა მე ფაქტიურად ხილს არ ავჭამ რაც აზამთ რომ აღარ არის ხანდახან კვირაში ერთხელ ორჯერ ერთი ვაშლი თუ შევჭამე და 2 დღეში ერთხელ 1 ან 2 მანდარინი არაფერს სხვას არ მივირთმევ არაფერს პორტოხალი აბაბაბაბა ეგრევე მირწყავს შაქარი ხო და ეცადეთ რომ სალათები გაიკეთოთ რა შეიძლება საჭმლის წინ თუ სალათ აი მე დიდი მიმდევარი და მოყვარული არა ვარ ეგ ინდოელი ის რო ყავს საქართველოში მე არ მყავს არონ ხათრია თუ ხათუნია თუ ვინ არის ხო იცით აი ეგრო მაგაში ვეთანხმები რომ ჭამის წინ მიირთვით სალათი ჭამის მერე არა ტუტე რეაქციები ჭამის წინ სანამ დაიწყებთ კვებას მანამდე კარგი დიდი თებში სალათი მიირთვით ნუ ან თუ ერთ თებში დაილაგებთ ყველაფერს დაალაგეთ ყველაფერი ნებისმიერი რამე ეხლა საქართველოში რანაირი ძეხვი და სოსისია მაგას ვერ გაუწევ მე რეკომენდაციას მაგრამ თუ კარგი გეგულებათ სადმე ეგეც შეიძლება არც ეგ არ არის ვაიმე არ შეიძლებაო ეგეც შეიძლება მაგრამ ამას წინათ გადავაწყდე ვიდეოს TikTok-ზე ბიჭმა დედაჩემმა მოიტანაო პროდუქტებიო სახშიო და ეხლა უნდა წაგიკითხოთო შემადგენლობაო სოსისი იყო 1 კილოიანი შეფუთული არ ვიცი რა ფირმა იყო არ ვიცი რა იყო როგორ იყო და ამ ბიჭმა დაიწყო კითხვა ინგრედიენტები და წყალი ისა ჟელატინი სოია გემოს არომატიზატორები ნატრიუმის რაღაცა ქლორიუმის რაღაცა ნიტრატი რა ქვია იმას მარილი რო არის გემოს რო ძლევს ისა ისა და ბოლოში ეწერა შესაძლებელია შეიცავდეს საქონლის ან ღორის ხორცს აი ესე გადააგდო იმ ბიჭმა ის პარკი შემადგენლობაში პირველ რიგში ხორცი არ ეწერა წყალიდან იყო დაწყებული წყალი სოია საფუარი ჟელატინი და ეგეთი რაღაცეები მე არ ვიცი არაფრით არ შეიძლება მაგის მირთმევა არაფრით არ შეიძლება კარგი ხალხებო წავედით აქ კიდე ევროპაში ვფიქრობ ცოტა მეტი კონტროლია აქაც რა თქმა უნდა რა ვიცი მაგრამ აი ძეხვი რაცაც ძეხვი ქვია ნამდვილად ხორცით კეთდება აქ ოღონდ კარგი რა თქმა უნდა კარგი ხარისხისა და ძვირიანი და კარგი ვენდობი რა თქმა უნდა მარილი აქვს მაგრამ არიან ისეთი არის ისეთები რომელსაც ნაკლები მარილი აქვს მაგრამ რა თქმა უნდა ძეხვეული მაინც მარილიანია ვინც მარილს ერიდებით ხო და ეგრე ხო მარილიანს თუ შეჭამთ მარილის გამორიცხვა არ შეიძლება და არ ვარგა მარილი მიირთვით მაგრამ მარილიანს თუ ძალიან მლაშეებს მიირთმევთ წონაში ვერ დაიკლებთ ძნელად დაიკლებთ რა ასე რომ წავედი ახლა მე სახლის კაბა მაცვია უნდა გადავაგდო ესეც ხო ვაიმე აღარ მინდა დაიჯდომა სანამ წუხელ არ მეძინა ხო და ზალანდოში შევედი რომ იქნება მეთქი აი ესეთი თბილი კაბები რაღაცეები ვიყიდო კი მაგ არ ვიცი რამდენი მაგრამ ნუ მივამატოთ ხო და რა უნდა მიამატო ხალხო რა ფასები აქვს იცით ფასებია ზალანდოში რომ ვაიმე
ვაიმე, სად არის ის დრო ნანა რო იაფად ყიდულობდა ხოლმე. სახლის კაბა რო ვიყიდო 80 ევრო უნდა არ მინდა სულ არ ჩავიცმე. პიჟამოები თვივლის სახში არ მინდა. ისეთი ფასები ვნახე, ვაიმე, შავი პარასკევი ჯერ არ დაწყებულა ზალანდოში, არ ვიცი ხვალიდან დაიწყება თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერ არ იყო. ასე რომ ვაიმეა ფასები, ყველგან ვაიმეა. წავედი ხალხო, კოცნით აბაჰე და აბაჰო, წავედი.